შენი საყვარელი YouTuberi, ადამიანი რომელმაც უამრავი საათი გაგართო, შეიძლება ის არ იყოს ვინც გონია. იგივე ოთახი, იგივე ხმა, იგივე მოსაზრებები, რომლებმაც შენში ნდობა გააჩინა, მაგრამ ბოლო დროს რაღაც უცნაურია. ის სიმწვავე აღარ არის, მოსაზრებები უფრო ფრთხილია. რაღაცა შეიცვალა და შენთვის ამის შესახებ არასდროს უთქვამთ. ქურისებში არხით შუმად გადაიბარეს. ვიდეოები, არქივი, აუდიტორიაც კი, ეს ყველაფერი გარიგების ნაწილია. გარედან თითქოს არაფერი შეცვლილა. თუ ის ადამიანი, ვისაც ენდობი, აღარ აკონტროლებს იმას, რასაც უყურებ, რას უყურებ მაშინ? აი, როგორ ხდება შენი საყვარელი შემოქმედები კერძო კაპიტალის ხელში? თავი პირველი ფარული შესყიდვა და აღსრულების ხარვეზი. YouTube-ის ფიდი უკვე იწყებს ცვლილებას. ის, რაც ადრე იყო საინტერესო და მრავალფეროვანი კონტენტის ხრმა საბადო, ეხლა უფრო ზედაპირული გახდა. ვიდეოები ცარიელი და განმეორებადი გახდა. და ჰეი, ჩვენც ხომ უდანაშაულოები არ ვართ. ხანდახან იღლები და გონია, რომ აუდიტორიას კარგად იცნობ. ერთი თვეა, მათ ერთი და იგივე რამ უნდათ განუწყვეტლივ. შემდეგ თვეში კი გეუბნებიან, რომ მხოლოდ ერთი ტიპის ვიდეოს აკეთებ. მერწმუნეთ, კარგად გვახსოვს რუსეთ-უკრაინის ომის დროინდელი განწყობები. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, სათაურები უფრო კლიკბეიტური გახდა. თამბნეილები გადაიქცა უფერულ, AI-ის მიერ გენერირებულ ქაოსად. შემოქმედები, რომლებიც ადრე დამოუკიდებლები ჩანდნენ, ერთსა და იმავეს ამბობენ. ეს ყველაფერი ერთდროულად არ მომხდარა. ეს ნელ-ნელა მოხდა და შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იყო თუ მართლა ყურადღებით არ აკვირდებოდი. შეიძლება შენი საყვარელი შემოქმედები უბრალოდ ზარმაცები გახდნენ, ან გაიყიდნენ და დაიწყეს ტრენდებზე გადახტომა. შეიძლება მათ დაიწყეს სხვა არხების კოპირება, ნაცვლად იმისა, რომ აჩვენონ იგივე მხიარული ხასიათი, რომელმაც თავიდანვე გაგხადა მათი ფანი. სინამდვილეში კი სიმართლე ბევრად უფრო ბოროტია. არხები, რომლებიც ხალხს უყვარდა და რომლებზეც გაიზარდა, Wall Street-მა იყიდა. კერძო კაპიტალმა და სხვა დიდმა ინვესტორებმა მილიარდობით დოლარი ჩადეს ზოგიერთი ყველაზე დიდი YouTube არხის შესყიდვაში. Veritasium, Fireship, Fern, Donate Media, Economics Explained, Simp History, The History Hitty. მხოლოდ რამდენიმე შემოქმედია, რომლებიც უკვე შეიძინეს. მაშინაც კი საბავშვო არხები ამ გარიგების ნაწილია, მაგალითად Coco Meloni და Blippi. ეხლა Blackstone-ის, დედამიწაზე ყველაზე დიდი ალტერნატიული აქტივების მმართველის კონტროლქვეშ არიან. და ეს მხოლოდ ის გარიგებებია, რომელთა შესახებაც ვიცით. მათ აღარ ეპყრობიან როგორც პირად შემოქმედებით სივრცეებს. მათ ეპყრობიან როგორც მედია მანქანებს. იაფია მათი მართვა, მარტივია მასშტაბირება. შექმნილია ყურადღების მისაქცევად, იდეების გასავრცელებლად და იმის გასაყიდად, რასაც მათი მფლობელები მასებს მიაწვდიან. ამაში ჩართულია ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიების მთელი რიგი. ზოგიერთი მათგანი გეცნობათ, მაგალითად Blackstone და Goldman Sachs-ი. სხვები კი ალბათ, მაგრამ მათ მაინც აქვთ უზარმაზარი თანხები დასახარჯად. იგივე სქემა უკვე შეეხო მსოფლიოს ყველაზე საყვარელ ბრენდებს, როგორიცაა Toys R Us, Sears და Blockbuster. ისინი იღებენ იმას, რასაც ხალხი ენდობოდა და აქცევენ მას ცარიელ კომპანიად, ყველაფერი მოგების სახელით. როცა საქმე YouTube-ს ეხება, ისინი უბრალოდ შემთხვევით კონტენტს არ ყიდულობენ. ისინი ტიდულობენ ნაცნობობას, იმ სახეებს, რომლებიც უკვე იცით, იმ არხებს, რომლებზეც უკვე ავტომატურად შედიხართ, იმ რუტინებს, ვეც კი აცნობიერებთ, როგორ ჩაებით. ისინი ტიდულობენ უკვე არსებულ აუდიტორიებს, დემოგრაფიულ ჯგუფებს, იმ მიზეზებს, რის გამოც უყურებთ. და ისინი მხოლოდ შემქმნელებზე არ ჩერდებიან, ისინი მთლიანად კონტენტის ბიბლიოთეკებსაც იღებენ. წლების ვიდეოები, წლების ნდობა. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ხალხმა ვეც კი გაიაზრა რა ხდებოდა, იმიტომ რომ სახეები იგივე დარჩა. და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ შემქმნელთა ეკონომიკა ისე მუშაობს, როგორც ადრე. შემქმნელი ქმნის ვიდეოებს, აგროვებს აუდიტორიას და შემოსავალს იღებს ნახვებიდან. და ამ ყველაფრის განმავლობაში ისინი დამოუკიდებლები რჩებიან. უმაღლეს დონეზე ეს წესები აღარ მოქმედებს. იმიტომ რომ ამ კერძო კაპიტალის ფონდებმა რაღაც ისეთი გააცნობიერეს, რაც YouTube-ის მომხმარებლებს ზურგში ცივს გაუშვებს. ელდგულების ყიდვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი დამსახურება. ვთქვათ, კომპანიას სურს მოგყიდოთ პროდუქტი, მაგალითად smartphone. მათ შეუძლიათ ეს ჩვეულებრივი გზით გააკეთონ, დახარჯონ მილიონები მარკეტინგში და მაქსიმალურად აქტიურად გაავრცელონ მესიჯი. მაგრამ მაინც არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ეს იმუშავებს. შეიძლება ნახოთ და მაინც არ გაინტერესებდეთ. მაგრამ რა მოხდება თუ ისინი იყიდიან ტექნოლოგიების მიმომხილვას, რომელსაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ენდობოდით? ამ შემთხვევაში მათ აღარ სჭირდებათ რაიმეში დაგარწმუნა. მათ აღარ სჭირდებათ ბრწყინვალე მარკეტინგული სლოგანები ან ძვირადღირებული სარეკლამო დრო. ისინი უკვე დაგარწმუნეს. და აი სწორედ აქ არის საშიში სარეგულაციო ხარვეზი, რომელიც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის. ჩვეულებრივ თუ შემქმნელი თანხმდება პროდუქტის რეკლამირებას, მას ამის გამჟღავნება უწევს. მათ უნდა დაიცვან წესების ნაკრები, რომელსაც აწესებს FTC, თავად YouTube-იც და სხვა შესაბამისი ორგანოები მთელ მსოფლიოში. მათ ვიდეოებზე უნდა მიუთითონ ანაზღაურებადი რეკლამის ტეგი და გაამჟღავნონ, რომ ისინი პროდუქტის ან სერვისის რეკლამირებას და პოპულარიზაციას ახდენენ. ჩვენ ყველამ ეს უკვე ვნახეთ. მოკლე კლიპები, რეკლამები, სპონსორის სეგმენტები, თუნდაც გადაახვიოთ, მაინც იცით რასთან გაქვთ საქმე. რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მათზე, ისინი ამას ღიად აცხადებენ, რადგან ასე მოითხოვებათ. პლატფორმები ამას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტენტი მონიშნული იქნება, ან უარეს შემთხვევაში წაიშლება. მაგრამ თუ Wall Street-ის ფირმა მთლიანად ყიდულობს YouTube-ის არხს და სრულ სარედაქციო კონტროლს იღებს, მათ არ უწევთ ამ შესყიდვის საჯაროდ გამოცხადება.
მათ შეუძლიათ ახალი კორპორაციული მფლობელობა სრულად დამალან. და მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური კანონი ტექნიკურად ავალდებულებს მათ გამოიყენონ გადახდილი რეკლამის ნიშნები, თუ ამ შემქმნელს საკუთარი პროდუქციის ფარული რეკლამებისთვის იყენებენ, რეალურად ამ კანონის აღსრულება თითქმის არ ხდება. მათ შეუძლიათ გვერდი აუარონ CSF-ს, გამოტოვონ ნიშნები და იმედოვნონ, რომ არასდროს გამოიჭერენ. შემქმნელი იღებს ჩეკს, ხელს აწევს კონფიდენციალურობის შეთანხმებას და შემდეგ ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. გარდა იმისა, რომ ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი, აუდიტორია კი ვერაფერს ხვდება. მათ ჯერ კიდევ გონიათ, რომ ერთი ადამიანის ენთუზიაზმით გაკეთებულ პროექტს უჭერენ მხარს. სინამდვილეში კი ისინი კორპორატიულ ორგანიზაციას კვებავენ. ყველაფერი ტყუილია. მაგრამ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ავნიშნოთ, არის ის, რომ ყველა ვინც თავისი არხი გაყიდა, ამას იმიტომ არ აკეთებდა, რომ აუდიტორია გამოეყენებინა და ფული აეღო. ჩვენ არ ვიცით შემქმნელების გარემოებები ან მათი გადაწყვეტილებები. ზოგი შეიძლება ძალიან გადაღლილია და უბრალოდ სჭირდება წინსვლა. ზოგი შეიძლება ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება. ჩვენ არ ვიცით და ამ შემქმნელებს ბრალს არ დავდებთ. მათ საკუთარი მიზეზები ექნებათ. ჩვენ უბრალოდ ცდილობთ გამოვავლინოთ შემქმნელთა სამყაროში და YouTube-ზე მოხმარებული კონტენტის დინამიკის ცვლილებები. ჰავი ინშიტიფიკაციის ჯაჭვი. როცა YouTuber-ები ქმნიან საკუთარ არხებს, ერთი მიზანი აქვთ: აუდიტორიის შექმნა და ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ мотиваცია შეიძლება განსხვავებული იყოს, საბოლოო მიზანი ყოველთვის ერთია: ხალხი უყურებდეს. ყველაფერი გამომწერების რაოდენობასა და მაყურებლების ციფრებზეა დამოკიდებული. კერძო კაპიტალის ფირმები ამას სხვანაირად უყურებენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ყიდულობენ. მიზანი ყოველთვის ერთია: იპიდე, გაზარდე, გაკიდე იმაზე მეტ ფასად, ვიდრე გადაიხადე. ინდუსტრია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ბიზნეს მოდელი არ იცვლება. მათთვის ხარისხიანი კონტენტი მნიშვნელობას არ წარმოადგენს. მათ არ აინტერესებთ კრეატიულობა, ავთენტურობა ან საზოგადოება. მათთვის მხოლოდ მოგებას აქვს მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევაში ისინი არხის წლიური შემოსავლის 3-დან 5-ჯერ მეტ თანხას გადაიხდიან, რომ პირდაპირ იყიდონ, ან სხვანაირად დააწყობენ გარიგებას. ისინი მიიღებენ საკონტროლო წილს, დაახლოებით 50-დან 80%-მდე, ხოლო ორიგინალი შემქმნელი დარჩება დანარჩენ წილზე. ეს ხშირად უკეთესი მიდგომაა, რადგან ამ დროს შემქმნელი უბრალოდ შემქმნელი აღარ არის. ის ხდება საკუთარი არხის აქციონერი და ეს ყველაფერს ცვლის. ისინი დაკავშირებულნი არიან იმ საინვესტიციო კომპანიასთან, რომელმაც ისინი იყიდა. მათ აქვთ საერთო ინტერესი, გაზარდონ არხი და გატიდონ, რაც შეიძლება ძვირად. ნებისმიერ შემთხვევაში კონტროლი იცვლება. ინვესტორებს სჭირდებათ გზების პოვნა, რათა გაზარდონ როგორც მიღებული მოგება, ასევე მათი საერთო ღირებულება. შეიძლება იფიქროთ, რომ ჭკვიანი გზა ამის გასაკეთებლად იქნებოდა ორიგინალი შემქმნელისთვის მიეცათ თავისუფლება, რომ გაეგრძელებინა ის, რაც წარმატებას მოუტანა. კლასიკური მიდგომა: თუ არ არის გაფუჭებული, არ შეაკეთო. მაგრამ ეს ინვესტორებისთვის არ მუშაობს. მათ არ სურთ ნელი სტაბილური ზრდა. მათ სურთ სწრაფი მოგება. მათ სურთ ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა. მათ სურთ ოპტიმიზაცია ყველა სფეროში. ისინი არ ყიდულობენ მხოლოდ ერთ ან ორ არხს. ისინი ყიდულობენ მთელ რიგ არხებს. ჩანაწერები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდმა საინვესტიციო კომპანიებმა არხების ჯგუფები შეიძინეს, ხშირად მსგავსი სტილით, აუდიტორიით ან თემატიკით. შემდეგ ისინი იყენებენ გამოცდილი და სანდო საინვესტიციო ხრიქს, რომელსაც მულტიპლების არბიტრაჟი ქვია. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია. კომპანიები რამდენიმე ერთეულს დიდ პაკეტად აერთიანებენ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 5 სხვადასხვა YouTube არხი. თითოეული წლიურად $1 მილიონ გამოიმუშავებს. ცალკე თითოეული დაახლოებით 3-დან 5 მილიონამდე გაიყიდება, მაგრამ როცა მათ ერთ მფლობელზე აერთიანებთ, ისინი უბრალოდ ცალკეული არხები აღარ არიან. ისინი პორტფელად იქცევიან და ეს პორტფელები შეიძლება გაცილებით ძვირად გაიყიდოს, ზოგჯერ გაერთიანებული შემოსავლის თითქმის 10-ჯერ მეტი ფასით. და ყველაზე უცნაური ისაა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, კარგი შინაარსია თუ არა. სინამდვილეში შეიძლება აშკარად გაუარესდეს კიდეც. არხებს შეიძლება აუდიტორიის ნაწილი დაკარგონ კიდეც, მაგრამ ისინი მაინც უზარმაზარ მოგებას აძლევენ ინვესტორებს, რადგან Wall Street-ს მასშტაბი უფრო აინტერესებს ვიდრე სული. და სწორედ აქ ერთრება პაზლის შემდეგი ნაწილი. გაჯერება. არხები იწყებენ მეტი შინაარსის შექმნას, ნაკლები შესვენებით, ყოველ კვირას უფრო მეტ ვიდეოს აქვეყნებენ. თუ შემქმნელი ერთ ვიდეოზე კვირაში $10,000 გამოიმუშავებს, ინვესტორის ლოგიკით 7 ვიდეოთი კვირაში $70,000 გამოიმუშავებდა. და ამ ეტაპზე შემქმნელი უკვე აღარ იღებს გადაწყვეტილებებს. ეს აღარ არის მხოლოდ ის, თუ რა შეიძლება მოეწონოს მათ აუდიტორიას. ეხლა მთავარი ხდება ვიდეოების შექმნა, რომლებიც უკვე დამტკიცებულია, რომ წარმატებას მიაღწევს. ეს აღარ არის უნიკალურობაზე ან კრეატიულობაზე ბაზე. ეხლა საქმეა ტრენდებზე მიბმას, აჟიოტაჟის ტალღაზე ჯდომას და მასებისთვის იმის მიცემას, რასაც მონაცემები აჩვენებს, რომ სურთ. აქ იწყება გახცნა და იწყებს მოქმედებას ინშიტიფიკაციის პროცესი. ინვესტორები აკვირდებიან, როგორ არის რეალურად აშენებული შემქმნელის არხი. მკვლევარები, სცენარისტები და რედაქტორები, რომლებიც თითოეულ ვიდეოს ქმნიან. დიზაინერები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ვიზუალური იდენტობა შექმნეს. მათთვის ეს არ არის მჭიდროდ შეკრული შემოქმედებითი გუნდი.
ეს არის ზედნადები ხარჯი და ზედნადები ხარჯი იჭრება. ვიდეოები, რომლებიც ადრე ყურადღებით იკვლევდა და გულმოდგინედ აწყობდნენ ადამიანები, რომლებსაც საბოლოო შედეგი ადარდებდათ, ეხლა კონტენტის ქარხნებში ან გენერაციული AI მოდელებით მზადდება. რატომ უნდა გადაიხადო მკვლევაში, რომ მან საინტერესო ტენდენციები და თემები აღმოაჩინოს, როცა შეგიძლია უბრალოდ AI-ს თხოვო, წამებში გაგიმზადოს CS ფორმატის ტექსტი. უცებ არხი უფრო მეტ ვიდეოს აწარმოებს. ეს ადრე შეიძლება კარგი რამ ყოფილიყო და აუდიტორიასაც ეს იამოვნებოდა. ამის ნაცვლად მაყურებლები ფიქრობენ, რა მოხდა არასწორად, რადგან რაოდენობის ზრდასთან ერთად ხარისხი იკლებს. ის შესანიშნავად გამოკვლეული და მიუხედავად ნაკოვანებებისა, უნიკალური ვიდეოები, რომლებშიც ისინი შეყვარებულები იყვნენ, აღარ არსებობს. მათ ადგილას კი თითქმის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უხარისხო ნაგავია დარჩენილი. ვიდეოები, რომლებიც მხოლოდ იმდენად კარგია, რომ მაყურებელი რეკლამებისა და პრომოებისნის ნახვამდე დარჩეს, მაგრამ საბოლოოდ აუდიტორიას ცარიელობას უტოვებს. ამას თქვენ საყვარელ არხებზე ადრე და ეხლა ნათლად ხედავთ. ის ტექნოლოგიების მიმოხილველი ან სკანდალებზე ორიენტირებული არხი, რომელიც გიყვარდათ, განსაკუთრებული იყო, სული და სიცოცხლე ჰქონდა. სრულყოფილი არ იყო, არც არავინ არის, მაგრამ თავად კონტენტი ამ ყველაფერს ანაზღაურებდა. ის ორიგინალური იყო, ის ნამდვილი იყო. იდეები და ვიდეოები, რომლებიც ყურადღებით იყო შექმნილი, წარმოდგენილი ადამიანების მიერ, რომლებიც ამაყობდნენ იმით, რასაც ქმნიდნენ. შემდეგ ეს ახალი ვერსია გამოჩნდა და ხარვეზები გამოსწორდა. გარეგნობა შეიცვალა, მუცებ ზედმეტად გლუვი და სუფთა გახდა. ის, რაც ადრე ვიღაცის პირად სამყაროში ჩახედვას გავდა, ეხლა დადგმულად გვეჩვენება. ვიდეოები უკვე აღარ გგონია შემთხვევით არ მოაღმოჩენილი, არამედ ხელოვნურად დამზადებული და ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ აუდიტორია ამას ამჩნევს. მათ შეუძლიათ იგრძნონ, რომ რაღაც შეიცვალა, მაგრამ ზუსტად არ იციან რა ან რატო. ზოგი საკუთარ თავს ადანაშაულებს, ან თავს აჯერებს, რომ პრობლემა მათშია. იქნებ მათ აღარ აინტერესეთ ის შემოქმედი, რომელიც ადრე უყვარდათ, ან მათი გემოვნება შეიცვალა. ხშირად ასე არ არის. ეს მხოლოდ შენ არ გეხება და ეს მხოლოდ შენს წარმოსახვაში არ ხება. შენი საყვარელი შემოქმედები მართლაც გაუარესდნენ და ეს არ არის იმის გამო, რომ ვინმე დაბერდა ან სტილი შეიცვალა. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს დამოუკიდებელი შემოქმედები კორპორატიულ მანქანებში ჩაითრიეს, რის შედეგადაც მათი აუდიტორია მარტო და დაბნეული დარჩა. თავის სამი სარედაქციო ხელში ჩაგდება. თუ ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაწყენ ვიდეოებს ეხებოდა, ეს გამაღიზიანებელი იქნებოდა, მაგრამ ეს კრიზისი არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ არის. ხელოვნური ინტელექტი, ნაგავი კონტენტი და დაბალი ხარისხის კონტენტი. მთელი პროცესის საბოლოო შედეგი კი არ არის, არამედ მხოლოდ თანდევი პროდუქტებია. ნამდვილი საფრთხე ის არ არის, რომ უნდა უყურო ვიდეოებს, რომლებიც ადრე ორჯერ უფრო გასართობი იყო. გიგვირს, რატო ჩანს შენი საყვარელი შემოქმედი უცებ ასე სულ გამოცლილი? ნამდვილი საფრთხე ის არის, თუ როგორ გამოიტენება ეს ვიდეოები და შემოქმედები და ეს უკვე ხდება შენს YouTube-ისა და სოციალური მედიის ლენტებში. როცა ინვესტორები ფლობენ შემოქმედს, ისინი მხოლოდ არხს კი არ ფლობენ, არამედ გავლენას ახდენენ იმაზე, რა შეიქმნება და რა არა. თემები იფილტრება, მწვავე კუთხეები რბილდება, იდეები კი ადვირთვამდე ვერ აღწევს. ეს უკვე ჩანს HSS-ის ადგილობრივ საინფორმაციო არხებში. დიდი კორპორაციები ტყიდულობენ პატარა სადგურებს და აკალიბებენ მათ კონტენტს. ისინი ამზადებენ სცენარებს, სტანდარტიზაციას უკეთებენ, შეტყობინებებს და ცენტრალიზებულად შექმნილ კომენტარებს ადგილობრივ ეთერში უშვებენ. ეს მილიონობით ოჯახს აღწევს. გეუბნებიან რას მოусმინო. მაყურებელთა უმეტესობა ამ ცვლილებას ვერ ამჩნევს. ჯონ ოლივერმა ეს ახლა უკვე ვირუსულ ვიდეოში კარგად ახსნა. ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადგილობრივი წამყვანი ქსელის ფილიალებიდან ზუსტად ერთსა და იმავე ახალი ამბების ტექსტს კითხულობს, სიტყვა სიტყვით. ეს არის შიში, ეს არის საბოლოო მიზანი, რადგან როგორც კი კონტენტი მასობრივად სხვის საკუთრებაში გადადის, ის დამოუკიდებელი აღარ არის, თუნდაც პირადულად და ნაცნობად გვეჩვენებოდეს. მასშტაბური საინვესტიციო კომპანიები არ ექვემდებარებიან იმავე გამჭვირვალობას, როგორც ინდივიდუალური შემქმნელები, რაც ნიშნავს, რომ შეძენები ჩუმად შეიძლება მოხდეს. ისინი შეიძლება დაეუფლონ თქვენს საყვარელ არხებს და განსაზღვრონ, როგორი გახდება ეს არხი, თემებიდან ტონალობამდე და მიმართულებამდე. ისინი აფინანსებენ ამ ყველაფერს, ამიტომ მათაც აქვთ სათქმელი. დაფიქრდით, რა ძალა აქვთ დიდ იუთუბერებს. მიმდევრები შეიძლება თითოეულ მათ სიტყვას დაეკბნონ, გაიზიარონ მათი აზრები და გადაწყვეტილებები მიიღონ იმის მიხედვით, რასაც ისინი ამბობენ. როგორც კი Wall Street-ი ჩაერთვება, ზოგიერთი ამბავი შეიძლება გაძლიერდეს, სხვები კი ჩუმად გაქრეს. როგორც კი კომპანიები იუთუბერებს დიდ თანხას და კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას თავაზობენ, არაფერია კანონით, რაც ხელს უშლის მათ ზუსტად უკარნახონ ამ შემქმნელებს, რა უნდა თქვან. ეს უბრალოდ კომპანიები არ არიან. ესენი დიდი კერძო საინვესტიციო ფირმებია, როგორიცაა Blackstone და ისინი ყველაფერში არიან ჩართული. ჯანდაცვაში, უძრავქონებაში, ენერგეტიკაში, თუნდაც სამხედრო სფეროშიც კი. თუ კომპანია აკონტროლებს ეგრეთ წოდული დამოუკიდებელი YouTube-ის არხების ქსელს, რომელიც ჯამში ათეულობით ან თუნდაც ასეულობით მილიონ ადამიანს აღწევს, მათ არ სჭირდებათ საინფორმაციო არხების შეძენა, უკვე აქვთ გავრცელების საშუალება. შეუძლიათ განსაზღვრონ, რა გამოჩნდება, რა გამეორდება და რა მიაღწევს მასობრივ აუდიტორიამდე პირველ რიგში. და ეს ყველაფერი ხდება არხების მეშვეობით, რომლებიც გარედან მაინც სრულიად დამოუკიდებლად გამოიყურება. თავი 4. დამოუკიდებელი ვების სიკვდილი.
ეს არ არის ის, რაც YouTube უნდა ყოფილიყო. ეს ოდესღაც იყო საიტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კამერა ჰქონდა, შეეძლო საკუთარი პეკუთარი პერსონალური ტელეარხი ემართა. და გარკვეული დროის განმავლობაში ეს ყველაფერი მუშაობდა. YouTube-მა არა მხოლოდ ტრადიციულ მედიას გაუწია კონკურენცია, არამედ დიდწილად გადაასწრო კიდეც მას. ხალხმა დაიწყო საყვარელი შემქმნელების ყურება, ვიდრე საკაბელო არხებზე გადართვა. ადამიანები, რომლებიც არაფრით გამოირჩეოდნენ, ცნობილ პიროვნებებად იქცნენ, აუდიტორიებმა შექმნეს საზოგადოებები და ისინი თავიანთ საყვარელ შემოქმედებს მიხვებოდნენ. მოუთმენლად ელოდნენ, რა საინტერესო იდეას მოიფიქრებდნენ შემდეგ. ეს ყველაფერი ალტენტურობაზე იყო აგებული. ნამდვილი ადამიანები, ნამდვილი იდეები, ნამდვილი გრძნობები. მაგრამ კერძო კაპიტალის ფირმები ამას ჩვენგან გვართმევენ. სახლიდან მომუშავე კონტენტს შემქმნელი უკვე გადაშენების პირასაა. მინიატიურები ახლა კომიტეტის მიერ იქნება. ვიდეოს იდეები ანალიტიკიდან მოდის. ხანდახან ხელოვნური ინტელექტის სცენარებსაც კი მარკეტოლოგები აყალიბებენ, ხოლო პიროვნებები ბრენდის აქტივებად იქცევიან. YouTube უფრო და უფრო ემსგავსება იმას, რაც წესით უნდა ჩაინაცვლებინა. და ახლა, ყოველ ჯერზე როცა გონია რომ შემოქმედთან კავშირი გაქვს, ყოველ ჯერზე როცა ფიქრობ რომ მათი ნათქვამი გულწრფელია, პირადული ან რეალური, ამის უკან კიდევ რაღაც იმალება. ინვესტორები, სტიმულები, მოგება. შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ყოველთვის იქ არიან და ისინი განსაზღვრავენ, რა იქმნება და რატომ. დღის ბოლოს შეიძლება ეს შენთვის სულ ერთია. თუ შინაარსი იგივე რჩება და არავის აზრზე არ არახდენს გავლენას, რატომ უნდა გადარდებდეს? ეს გართობაა, არაფრით განსხვავდება თეატრში მარველის ფილმის ყურებისგან. უნდა ვთქვათ, რომ The Infographic Show 100%-ით დამოუკიდებელია და ყოველთვის ასე იყო. ჩვენი დაფინანსება ხდება იმ რეკლამებით, რომელსაც ხედავთ, ვიდეოებში ნახსენების სპონსორებით და არხის წევრებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ ამას, მაგრამ YouTube იცვლება. ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სად იქნება? გულწრფელად რომ ვთქვათ, შეიძლება მაშინ ეს სამუშაოც აღარ გქონდეს. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უხარისხო კონტენტი იპყრობს პლატფორმას. ჩვენ ვქმნით ვიდეოს და რამდენიმე საათში კიდევ 1000 ჩნდება და ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. ჩვენი სცენარები უბრალოდ გადმოვეჭილია. AI ანიმაციაზე უფრო სწრაფია. ჩვენ ვეჯიბრებით ნახვებში ყველა ხელოვნური ინტელექტით შექმნილ უხარისხო არხს. ჩვენ საერთოდ არ ვიყენებთ AI-ს ჩვენს წარმოებაში. არა, ასე ვერ ვითვლით. ჩვენ მას როგორც ინსტრუმენტს ვიყენებთ, არა როგორც შემცვლელს. ჩვენ მას ვიყენებთ thumbnail-ზე ტექსტის შესაცვლელად, სადაც ადრე პროდიუსერს Photoshop-ის გამოცდილება სჭირდებოდა. ვიტენებთ ასევე ავტომატურად ფურცლების შესაქმნელად, რომ ჩვენმა რეჟისორებმა სცენარი დეტალებად დაშალა. ჩვენ მას ვიყენებთ ვიდეოს, ჩვეულებრივი HD-დან 4K-მდე ასამაღლებლად, რომ ის უფრო ტელევიზიისთვის შესაფერისი იყოს. მაგრამ ჩვენი კვლევა, ჩვენი წერა, ჩვენი ანიმაცია, ყველა საყვარელი გახმოვანება. ეს ყველაფერი 100%-ით ადამიანურია. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ხოლოდ იმის დანახვა შეგვიძლია, საით მიდის ყველაფერი. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს მხოლოდ YouTube-ით არ შემოიფარგლება. ეს ბევრად უფრო დიდი სისტემის ნაწილია. ისეთი სისტემა, რომელიც ყველაფერს ეხება, საკვებს, რომელსაც ჯამთ, ტანსაცმელს, რომელსაც ვატარებთ, ინფორმაციას, რომელსაც ყოველდღე გვაჩვენებენ. თუ გინდა გაიგო, რამდენად ღრმაა ეს ყველაფერი, შეგიძლია ნახო ვიდეო საიდუმლო მდიდარი ოჯახების შესახებ, რომლებიც ეკონომიკას აკონტროლებენ. ან უბრალოდ ამ ვიდეოს უყურო.